საამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. თანხმობა, რომელიც ორ პარტიას შორის საპარლამენტო არჩევნების დროს ვერ შედგა. ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის ერთობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მემორანდუმით გამყარდა. 4 ოქტომბერი ქართული ოცნების ოპონენტების ნაწილისთვის უთანასწორო ბრძოლაა, თუმცა აუცილებელი. ბოიკოტის მომხრეებისთვის კი ხელისუფლების სპეცოპერაცია. განსაკუთრებული ყურადღება აჭარას ეთმობა. ლელოში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლა იწყება. ისინი მოუწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ მათ რიგებს მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმისა. შეიცვლება თუ არა პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია მეორე პოლიტიკურ ცენტრში. ვიდრე პროევროპული ოპოზიცია ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის, ქართული ოცნება მათ არათანმიმდევრულობაზე საუბრობს. რა მოლოდინები აქვთ არჩევნებზე და ვინ რა სტრატეგიას ირჩევს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. საქართველოს პოლიტიკურ ველზე ისევ დაპირისპირებაა და ისევ ოპოზიციას შორის, განსაკუთრებით კი გუშინდელი მოვლენების შემდეგ, როდესაც პარტიებმა გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. როგორც პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებში, ისე ქართულ ოცნებაში ამ ფაქტმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. პირველ რიგში მოდით შევაჯამოთ, რას ითვალისწინებს ეს მემორანდუმი. პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის შეთანხმდნენ, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივად იმოქმედებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი სავარაუდოდ შეათანხმებენ კანდიდატებს, გაატარებენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა მიაღწიონ უკეთეს შედეგებს. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ორივე პარტიის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გაძლიერებას და უფრო მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციას არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ბუნებრივია, პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს საერთო ბრძოლას აცხადებენ. აჭარაშიც, აჭარა როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრია და აქ მიღწეული შედეგები და პროცესები ხშირად აისახება საერთო პოლიტიკურ სურათზე საქართველოში. ლელოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ აქვთ რეგიონში პოლიტიკური თანამშრომლობის გამოცდილება, რასაც კიდევ ერთხელ ქართული ოცნების დასამარცხებლად გამოიყენებენ. ეს სავარაუდოდ მიუთითებს იმას, რომ პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ ძალების გაერთიანებას ისეთ რეგიონებში, სადაც მმართველი გუნდის პოზიციები განსაკუთრებით ძლიერი ან პირიქით მოწყვლადია. გენო თებიძის თქმით, მათი ჰყარი ღია ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გაცხადებულად უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს არის ერთგვარი მოწოდება, რომ მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმისა, სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც გადახედონ საკუთარ პოზიციებს და შეუერთდნენ ამ გაერთიანებას, რათა საერთო ძალებით შეებრძოლონ ქართულ ოცნებას. ორ პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება განსაკუთრებით მწვავე აღიქვა იმ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, რომლებიც კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მათი არგუმენტია, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მათი აზრით საარჩევნო სისტემა უსამართლოა და ხელისუფლება არ ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებას, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ქართული ოცნების ლეგიტიმაციას მოახდენს. ამ პარტიების წარმომადგენლებმა გახარია ლელოს შეთანხმება უკან დახევა და პრინციპების ღალატად შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თავი მხრივ, გახარია და ლელო ხაზს უსვამენ, რომ ბოიკოტი უშედეგოა და არ აძლევს ოპოზიციას რეალური ცვლილებების მოხდენის საშუალებას. ისინი ამტკიცებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც რთულ პირობებში ერთადერთი გზაა ხალხის ნების გამოსახატავად და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. გუშინდელ შეთანხმებას რეაქცია მოყვა მმართველი გუნდიდანაც. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარი ინტერპრეტაცია მისცეს ამ მოვლენებს,
მათი განცხადებები ძირითადად ირონიული და დამცინავი იყო. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება ადასტურებს ოპოზიციის არათანმიმდევრულობას და დაქუცმაცებას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ გახარია ლელოს ალიანსი, როგორც ასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს გადარჩენას და არა ქვეყნის ინტერესების დაცვას. მართველი გუნდი სავარაუდოდ შეეცდება ამ შეთანხმების გამოყენებას ოპოზიციის შიგნით არსებული განხეთქილებების გასახვივებლად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ოქტომბრის არჩევნების წინ. მთლიანობაში გახარია ლელოს მემორანდუმის ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, რომელსაც ერთი მხრივ დიდი გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ ოპოზიციურ ლანდშაფტზე ოქტომბრის არჩევნების წინ და არა მარტო. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ განსხვავებულ ხედვებს სტრატეგიებთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ოქტომბერში ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს ეს შეთანხმება არჩევნების შედეგებზე და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე. მანამდე კი ვსაუბრობთ გუშინ გაფორმებული შეთანხმების ავკარგიანობაზე საპარლამენტო არჩევნების ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, მათ შორის არიან ირაკლი მიქელაძე პარტია გახარია საქართველოსთან და ვაჟა დარჩია კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი, მათგან განსხვავებული პოზიციებით კი ნოდარ დუმბაძე კოალიცია ცვლილებებისთვის და გიორგი ჩხაიძე ერთობა ნაციონალური მოძრაობა. უკვე შემოგვიერთდა პოლიტიკოსები ჩვენს ეთერში. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის, თქვენი დროისთვის. ბატონო ირაკლი, თქვენგან დავიწყებ, ისედაც დიდი ხანი არ იყავით ჩემს ეთერში და უცებ ასეთი ამბით, მოკლედ ხმაურიანი ამბით შემოგვიერთდით. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ცოტა ვრცელი იქნება, გამომდინარე იქიდან, რაც ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, წავიკითხეთ, მოვისმინეთ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. თქვენი ლიდერების ფრაზაა, შევდივართ უთანასწორო ბრძოლაში. ამ გამონათქვამიდან ფაქტობრივად იკვეთება, რა შედეგის მიღება შეიძლება მოახლოებულ არჩევნებზე. თქვენი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების პოზიციიდან შეგეკითხებით ამ შემთხვევაში, თუ კი ეს იქნება უთანასწორო ბრძოლა, რომელსაც თქვენ თავიდანვე ასე აფასებთ, რაც მეტწილად აისახება ალბათ არჩევნების შედეგებზეც თავისთავად, ხომ? მაშინ რა არის ერთი მხრივ არჩევნებში მონაწილეობის აზრი რაშია და მეორე მხრივ ლელოსთან თანამშრომლობის მიზანი რა იყო ამ შემთხვევაში თქვენი შეფასებით და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ზოგადად ახლა, როდესაც არჩევნებამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი და როცა იცოდით რა რეაქციები მოყვებოდა ამ ფაქტს პოლიტიკური წრეების და საზოგადოების მხრიდან. ეს თანამშრომლობის ნაწილს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ასაგებია, მოგესალმებით ბატონო ლაშა, უღრმესი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს, ალბათ სანამ კონკრეტულად ამ კითხვაზე გადავიდოდე. დღეს უდიდესი ტრაგედია, ყველამ ერთად ნახეთ დედაქალაქში, მინდა პირველ რიგში მიუსამჯელო გარდაცვლილებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა საავადმყოფოშია, უსულოდ სწრაფად გამოჯანმრთელება. ჩემის აზრით ეს დღევანდელი დღე მთლიანობაში კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს რაოდენ რთულია დღეს საქართველოში ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს, იმიტომ რომ ეს პრობლემა ერთი კონკრეტული кейსი კიდევ ერთხელ თვალნათლებს ხადად აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამწუხაროდ ყველა ინსტიტუტი თავიდან ბოლომდე არის მოშლილი და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რაოდენ დიდი კორუფცია გვაქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ ის რაც ხდება საქართველოს მოხდა დღეს თბილისში და სხვა უამრავი ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ, სწორედ აი ამ კორუფციის და მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტების მეისრობით ხდება და ეს არის მთავარი პრობლემა, ეს არის მთავარი გამოწვევა. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ საუბარს დავიწყებ თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც გაფორმდა ჩვენს პარტიასა და ლელოს შორის. თქვენ ალბათ არ მომცემთ პულისუფლებას, რა თქმა უნდა, არჩევნების დამთავრების დღიდან ჩვენ პირველივე დღეს გვქონდა გაცხადებული პოლიტიკა, რომ ჩვენი პარტია ემზადება ყველა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ამ ქვეყანაში იქნება. ეს იყო ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ჩვენ ამ არჩევნებისთვის, ამ მოცემულობისთვის ყოველდღურად ვშრომობთ. ძალიან მიხარია, რომ გუშინ აი ამ ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენს გადაწყვეტილებას შემოუერთდა ლელოს პარტიაც და მათ განაცხადეს დაიწყეს დათანხმდეს. ეს იყო ცოტა მოულოდნელი სიმართლე. არა მგონია მოულოდნელობაზე ალბათ თვითონ
ვაჟა ისაუბრებს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენი მუშაობა, ჩვენი არსი, რაც იყო ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას და შემოვერთა ლელო, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ სწორი გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაუხადო მათ. თუმცა ზაი უნდა ვთქვათ ეს ამბავიც, რომ მეჩვენება, რომ თითქოს მიზან მიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ავხსნათ ამ თანამშრომლობის მემორანდუმის არსი რაში მდგომარეობს. ეს მემორანდუმი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ არჩევნებზე, რომელიც ახლა ჩვენ წინ გველოდება, ორი პარტია ღებულობს პასუხისგებლობას, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და ერთობლივად შეეცდებიან დაამარცხონ ქართული ოცნების ავტოკრატია, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ჩამოყალიბდა. ამ კანონმდებლობით, ამ მოცემულობით აქვს შანსი თუნდაც თქვენს ერთობას მემორანდუმის და რაღაც საერთო სტრატეგიის დონეზე დაამარცხოს ნახეთ ბატონო ლაშა, ჩვენ არასდროს არ გვითქვამს რომ ეს იქნება მარტივი არჩევნები. აი თქვენ წეგა ფრაზა რომელიც შევდგეთ, ეს შევდივართ უთანასწორო ბრძოლაში, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც რა თქმა უნდა ქართული ოცნება შეეცდება რომ გააყალბოს. რა თქმა უნდა ქართული ოცნება შეეცდება რომ ყველა ეს რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს იმისთვის, რომ დაიწეროს მისთვის სასურველი შედეგი. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, როგორც პასუხისგებლიანი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რა არის გასაკეთებელი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც გრძელვადიან სურათში მივიღოთ სასურველი შედეგი. და ნახეთ ახლა ამაში რას გულისხმობ. სამწუხაროდ დღეს ქართულ ოცნებას ყავს იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ეს ქართულ ოცნებას უნდა ყავდეს. და ამის მთავარი მიზეზი არის ის პროპაგანდა, ის ყოველდღიური პროპაგანდა, რომელიც ამ ადამიანებს ყოველდღურად უმტკიცებს და აიძულებს, რომ არასწორი წარმოდგენა, არასწორი შეფასებები, არასწორი კრიტერიუმები გქონდეთ. ჩვენ მიგვაჩნია როგორც პასუხისგებლიან პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ ადამიანების ქართულ ოცნებასთან დატოვება და იმის თქმა, რომ თქვენ სხვა შანსი არ გაქვთ, თქვენ ალტერნატივა არ გაქვთ, თქვენ გამოსავალი არ გაქვთ, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. როდესაც ხარ დავასრულებ ბატონ ლაშა, როდესაც ხარ პოლიტიკოსი და როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც იმ ინტერესებს ემსახურება, რაც შეიძლება დღეს კონკრეტულად რთულია, უთანასწორო ბრძოლაში შესვლასაც კი გულისხმობს, მაგრამ მიზანი იმას ყველაზე მნიშვნელოვანია და მიზანი ჩვენთვის არის ქართული ოცნების დამარცხება. მიზანი ჩვენთვის არის ქართული ოცნების დასუსტება და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებ. ჩვენ ზუსტად ხედავთ იმ გეგმას, თუ როგორ უნდა ვემუშაოთ ყველა ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად ქართული ოცნების ამომრჩეველსაც, იმიტომ რომ მათ უნდა დაუმტკიცოთ ჩვენ ბატონო ლაშა, რომ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა ეს აღარ არის უბრალოდ პარტიის, სუდი პარტიისთვის და კარგი პარტიისთვის ხმის მიცემა. ეს არის ის ტიპის გაწყობლების მიღება, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა დაღუპოს. ეხლა თუ შეიძლება დავასრულებ ძალიან მოკლედ და აი ვერავინ ვერ დამაჭირებს მე ირაკლი მიქელაძეს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა 2024 წლის არჩევნების შემდეგ გაიზარდა. მე ღრმად მჯერა დარწმუნებული ვარ თქვენს გჯერათ ამის, რომ ქართული ოცნების რეიტინგი ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით კლებულობს. აი ამ გეომეტრიული პროგრესიით დაკლებულ ხმებს, დაცემულ რეიტინგს ეხლა ჭირდება სწორი პოლიტიკური შემხედრი ნაბიჯების გადაღება. რამდენად სწორია ეს თქვენი ნაბიჯები? ახლა ნოდარს უნდა ვკითხო ამასთან დაკავშირებით. ნოდარ, თქვენი პარტია და თანამოაზრე პარტიები კვლავ რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, უფრო მეტიც თქვენ ამ შეთანხმებას, ამ მემორანდუმს, რომელიც გუშინ გაფორმდა, გახარია ლელოშ შეთანხმებას გულისხმობ, აფასებთ როგორც პრინციპების ღალატს, უკან დახევას, თქვენ და თქვენი კოლეგები, ჩვენ ნახეთ თუნდაც ის პოლემიკა, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ მიიჩნევთ ასე და რამდენად იზიარებთ მოსაზრებებს, რომელსაც ბატონ ირაკლი გვთავაზობდა რამდენიმე წამის წინ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. ტელემაყურებლებს, მე პირველ რიგში რა თქმა უნდა შევუერთდები სამჯამარს, როცა სტრატეგია უბედურება მოხდა დედაქალაქში და უსურვებ იმ ადამიანებს ავტობუსში გამოჯანმრთელებს, რომლებიც არიან და იმ ოჯახებს, რომლებიც გარდაიცვალა სამძიმარს. რაც შეეხება არჩევნებთან ბოიკოტს და ჩვენს პოზიციას, ჩვენ გვახსოვს კარგად, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რა შედეგიც დადგა საბოლოოდ და რა შედეგი დაიწერა ქართულმა ოცნებამ, თუ როგორ მიაღწია ამ შედეგს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, აქ ვინ ვსივართ ამ სტუდიაში და უბრალოდ შეუძლებელია იმ მოცემულობით, რა მოცემულობაც
ქართულ ოცნებას აქვს კანონიც, პარლამენტიც, CSKO-ც, საარჩევნო უბნების ოლქიც, ყველაფერი შეუძლებელია ქართულ ოცნების დამარცხება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს გააკეთებს ქართული ოცნება, რომ ოპოზიციურმა პარტიის წარმომადგენლებმა ვერცად ვერ გაიმარჯვონ. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანო, მაგალითად ხულოს მაგალითს მოვიყვანო, სადაც 2012 წლის შემდეგ 2013 წელს იყო თვითმმართველობის არჩევნები და ხულოს ცენტრში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ მოუგია. 2017 წელს არ მოუგია. 2021 წელს 2021 წელს საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა ქართული ოცნება ხულოში, მაგრამ 2024 წელს ისეთი შედეგი დაიწერა ხულოში ქართულმა ოცნებამ და ისეთი აუარებელი თანხები დახარჯა, რომ ძალიან ბევრი პროცენტი აიღო ქართულმა უმრავლესობით მოიგო ხულოს და ციფრები რაც ნახეთ ეგრე. ასევე იყო შემიძლია მეორე მაგალითი მოვიყვანო და ყველამ კარგად იცის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვერავინ ვერ ეგებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამაჟორიტარო უბანს ცეცხლაურში. 2013-ში, 2017-ში, 2021-ში ვერავინ ვერ უგებდა, მაგრამ შედეგი 2024 წლის არჩევნებში ნახეთ სხვა. ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, მე მინდა გავეთანხმო ბატონ ირაკლის ახასახასებში, მაგრამ ვერ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ მოახლოებული არჩევნები, ეს არ არის ხელისუფლების ცვლილებების არჩევნები, ეს არის მუნიციპალური არჩევნები და ამით შეუძლებელია, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ხო, ხელისუფლებები გვინდა და ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ და ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ ხო, დელვადიან სურათში 2028 წლის არჩევნებს კონსტიტუციით არჩევნები, თუ მანამდე არ ჩაატარა ქართულმა ოცნებამ ახალი ვიზარაში არჩევნები, რომლებიც არის ჩვენი მოთხოვნა და ხო, ოცნებას ხაზარაძე ამბობს. კი. შეუძლებელია თბილისის გამოგლეჯვა. საერთო ჯამში ოპოზიცია მოიგო თბილისი 2024 წელს. საერთო ჯამში, მაგრამ ყველაფერს აკეთებს და თანაც არჩევნების მეორე დღეს ლელოს წარმომადგენლებმა ჩვენს ძალიან ბევრი ადამიანმა დავაყენეთ მოთხოვნა ქართული ოცნების წინაშე, რომ თუ არ იქნება მაგალითად ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ არ იქნება პოლიტპატიმრები გამოშვებული, თუ არ იქნება ცვლილებები საარჩევნო კანონში, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და ამაში ლელოც ღებულობდა მონაწილეობას და ამბობდა იმას, რომ არ ღებულობდა მონაწილეობას თუ არაფერი არ შეიცვლებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ოცნებულობით ვერ მოუგებდით ქართულ ოცნებას და თუ ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ წაგებულ ბრძოლაში შევდივართ, მაშინ მონაწილეობას აზრი რა აქვს თუ არა, რომ ქართულ ოცნებას წყალებში უправებთ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს და მე ძალიან გამეკვირდა, მე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მე არა მარტო საჯაროდ პულისებში სუსმენდით, მქონდა ბევრი შეხვედრები და სულ სხვანაირი საუბრებიც მქონდა, სულ სხვა აზრი იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ რა შეიცვალა არ ვიცი და ვერც ამოხსენი და ლელო და გახარია როგორ ჭალებს და ზმაკას და დამეგობდა ერთად, იმიტომ რომ ერთი მეორეს ლანძღავდა, მეორე პირველს ლანძღავდა, ერთი თვალხარიას უძახდა, მეორე ასევე შემდეგ და უბრალოდ როგორ აპირებენ რომ თბილისი გამოგლიჯონ, თბილისის გამოგლეჯვით თუ ქართული ოცნებას არჩევნებს მოუგებდა ხელისუფლებიდან გაუშვებს, არის მე გასაგებია როგორ აპირებენ ამას ვაჟავს კითხოთ, ვაჟა ძალიან რიტორიკული კითხვა, როგორ აპირებენ და ეს ნოდარს არ დაუსვამს ეს კითხვა მარტო იმიტომ რომ თუ კი ჩვენ აღიღებთ მოცემულობას თუნდაც 2024 წლის არჩევნებისთვის რა პირობებში უწევდა ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა და დღეს რა ხდება საერთო ფონი როგორია ხო მათ შორის პოლიტიკური რეიტინგის კანონმდებლობის სხვა მიმართულებით მაშინ ძალიან მარტივია რაღაც დასკვნების გაკეთება და ბატონ ირაკლისსაც ვკითხე ამ პირობებში რამდენად მარტივი და რამდენად შესაძლებელი იქნება მთავარი მიზნის მიღწევა ყველა პარტია მონაწილეობს და ყველა ერთობა არჩევნებში იმისათვის რომ არჩევნები მოიგოს ხო ამ პრინციპით მიდის ყველა ამ გადაწყვეტილებამდე როგორ უყურებთ ამ პროცესს თქვენ და
როგორ უყურებთ იმ კრიტიკას კოლეგებისგან, მათ შორის კი ბატონო. მეგობრებისგანაც პოლიტიკური იქნება ეს თუ არ ვიცი პირადი მეგობრებისგანაც, რომლებისგანაც არ დაკლებიათ ალბათ ეს დღეები კრიტიკა, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ პროცესში. მოგესალმებით ლაშა, მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, თბილისის ამბავი რატომღაც ძალიან ისეთი ირონიული ამბავი გახდა და ჩვენ ამაზე როცა ვსაუბრობდით მათ შორის იმაზე, რომ ეს შეიძლება და ყოფილიყო გზა და ამის ბევრი პრაქტიკა არსებობს, მაგალითები არსებობს, ჩვენ თავაზობდით ჩვენს კოლეგებს, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ, ამაზე საუბრობდა ყველა კვლევა, რომ ოპოზიციისთვის თბილისი ესე მოსაგები ქართული ოცნების პირობებში არ ყოფილა არასდროს თბილისში, ქართული ოცნება ესე სუსტად არ ყოფილა, როგორც არის ეხლა და ჩვენ ამას განვიხილავდით, რომ გვესაუბრა თბილისის, ასე ვთქვათ, მოგებაზე, როგორც შესაძლებლობაზე ჩვენ მათ შორის როცა საუბრობდით უკვე ცოტა ხნის წინ მათ შორის როცა საუბრობდით იმაზე რომ შეიძლება და ეს გზა ყოფილიყო ჩვენს კოლეგებს ჩვენ იმ ადამიანებს ვისაც ჩვენ განვიხილავთ მათ შორის თანამებრძოლებად და იქედან რა დამოკიდებულებაც მოდის ეგ ცალკე ამბავია ჩვენ შევთავაზეთ მათ კომპრომისი რომელიც გულისხმობდა იმას რომ ეს შეიძლება მათ შორის კომპრომისი ხო ძალიან დალაგებულად საუბრობდა რაღაც ისე გამოდის რომ აგერ გეტყვი ახლა გეტყვი კომპრომისი გეტყვი რა კომპრომისი გეტყვი გუშინ არ იცოდით თქვენ თვითონ მემორანდუმის შესახებ და თქვენი პარტიის მემორანდუმის შესახებ როგორ არ ვიცოდით კაც საიდან თქვენი პარტიის წევრებმაც არ იცოდნენ შემთხვევით გაიგენ რა ბრიფინგს უსმენდნენ და არა როგორ არ იცოდნენ კაცო ძალიან კარგად ვიცოდით დღემდე მემორანდუმის ლაპარაკობდით იმ მოთხოვნაზე თუ არ იქნება პოლიტპარტიების გამოსვლა ახლა ვერ დაგასრულებინე იმიტომ მე რო დაგასრულებინე მეც მე არაფერი არ მომხუებია და მიცეთ ვაჟა საშუალება დაასრულოს და გაიგე ყველაზე მაქსიმუმ იმ მემორანდუმის შესახებ რა როდის გავიგე შენ მასწავლი და ეხა ეგ ჯანსაღია თქვენი პარტიის წევრებმა საერთოდ იცოდათ გუშინ წინ კი არ გავიგე მიცეთ ერთმანეთს საუბრის საშუალება დეცენტრალიზაციაზე საუბრობთ ამაზე საუბარი დეცენტრალიზაციაზე საუბრობთ ხო საკუთარი პარტიიდან დაიწყეთ დაწყებული მაქვს არ გადაწყებული გუშინ წინ გაიგე და ხო და რა იცი როდის გავიგე ხა მე მეუბნები როდის გავიგე არ მოხდები მე მასწავლი ამბავი როდის გავიგე ჯანსაღია მიცეთ ერთმანეთს საშუალება და არ ქვია დათო ქვიაო და ამას გასწავლიდე ხო არ იქნება ჯანსაღია რა იმას მეუნები შენც რომ ხო და მეც გაჩვენებ კონკრეტულ ურთიერთობას ადამიანებთან ვიდრე ერთმანეთს პასპორტს ვაჩვენებდეთ ვაჟა მისაუბროს დაასრულოს კი ბატონო მე მაგ ერთი როცა ჩვენ საუბრობდით რომ შეიძლება და თბილისის ამბავი ყოფილიყო ერთგვარი გამოსავალი ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ ერთგვარი კომპრომისი რომელიც გულისხმობდა იმას რომ გამომდინარე იქედან რომ თბილისში ამხელა უფსკრული არსებობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ამხელა სხვაობა ისეთი როგორიც არასდროს არ ყოფილა ჩვენ ეხლა ჩვენი ერთობლივი ძალებით საქართველოს მასშტაბით ბოდიში მოუხვადოთ სხვა მუნიციპალიტეტებს და ვთქვათ რომ ეს შეიძლება იყოს ახლა გამარჯვების ერთ-ერთი ფორმულა რომელიც გამოიწვევს ქართული ოცნების დასუსტებას. ჩვენ ვთქვით რომ ამაში არც ნომერი გვაინტერესებდა, არც სია გვაინტერესებდა, არაფერი პირადი ინტერესი ამაში არ იყო, მათ შორის რესურსულად ჩვენმა ლიდერებმა თქვეს რომ ამ ყველაფერს მხარს დაუჭერდნენ და ამაზე პასუხი იყო არა. მოცემულობაა რომ ამ ყველაფერზე საუბარი შეიძლება და ციფრებია, რიცხვებია, არჩევნები არის ეს ყველაფერი და ამაზე პასუხი მივიღეთ არა, რა დავსვით კითხვა რატო არა, პასუხი იყო იმიტომ. და მე მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიტიკურმა გუნდმა, რა თქმა უნდა, იმიტოა ჩვენ შორის სხვაობა, იმიტომ გვაქვს სხვადასხვა ნომრები, იმიტომ გვაქვს სხვადასხვა ფერი, იმიტომ გვაქვს სხვადასხვა ხედვა, რომ სხვადასხვა გზები გაგვაჩნია და ჩვენმა პოლიტიკურმა საბჭომ 2/3 ხარდაჭერი ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით მიიღო გადაწყვეტილება ის რაც მიიღო მათ შორის რეგიონების ძალიან მაღალი ჩართულობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვით რომ შევდივართ ამ უთანასწორო ბრძოლაში. რამდენად აქ აზრი უთანასწორო ბრძოლაში აი ეგ არის ალბათ მოდი ვისაუბროთ ეხლა ლაშა ველებზე რომელიც დღეს დარჩენილია და რომელი არის თანასწორი. NGO-ელი თანასწორია 24 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ რაც შეუძლიათ არასამთავრობოებს იბრძვიან. მედიაველი თავისუფალია ოდეს აი 24 წლის არჩევნების მერე ავიღოთ მედია ველი გაჯანსაღებულია თუ გაუარესებულია მაგრამ მედიები იბრძვიან იმისთვის რომ გადარჩეს ესევე ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ეხა ვიბრძვით იმისთვის რომ ბრძოლის ფრონტის ხაზი გავაჩინოთ რომელიც მოგცემს ბრძოლის შესაძლებლობას და სხვა მკითხვებს რომელზეც პასუხები გვებუნდოვანება
და მათ შორის მივიღეთ ზოგიერთ კოლეგებთან მიმართებით? ჯგუფებისგან კოლეგებთან მიმართებით, ჯგუფებისგან განსხვავებით მივიღეთ ჩვენ შემოთავაზება, რომ დავარიგებთ რაღაცა ბიულეტენებს. ძალიან საინტერესოა ნახეთ თქვენი პასუხი იმასთან დაკავშირებითაც, როდესაც ეს უფსკრული უკვე ოპოზიციაში არსებობს, ხო, გააყო ფაქტობრივად ოპოზიცია შუაში პოზიციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რამდენად ეს იქნება იმ შედეგზე გავა დაუშვათ თქვენი ერთობა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ერთობა შემდგარიყო ყველა ფორმით ინდივიდუალური საჯარო მათ შორის არჩევნების მეორე დღეს ვისაუბრეთ ნოდარმა თქვა რომ თვითმმართველობის ბოიკოტს გამოაცხადებდით თუ არჩევნების მეორე დღეს ამაზე ფიზიკურად ვერ ვესაუბრებდით იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ეგ საკითხი დღის წესრიგში ამაზე საუბარი როცა დაიწყო მაქსიმუმ ახალი წლიდან ხო ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ ერთობა ჩვენ ამ ერთობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მამუკა ხაზარაძე იყო პირველი ვინც ამ ერთობის აუცილებლობაზე საუბრობდა მათ შორის ჰქონდა იდეა ალტერნატიული პარლამენტის პირველი იყო ჩემი ეთერები ალტერნატიული პარლამენტის ერთობაზე მამუკა ხაზარაძე საუბრობდა რომელიც ადრეული პერიოდიდან საუბრობდა იმასთან დაკავშირებით რა სტრატეგია შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ოპოზიციას ქონოდა სხვადასხვა ანალიტიკოსებთან ერთად ვარიანტებს განვიხილავდით და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად მე ვიცოდი რომ ესეთ პროცესები წავიდოდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ სტრატეგიები ჩვენი სტრატეგიები არის ხვები ამ ამბავს რომ არ შედგა ეს დიალოგი ფაქტობრივად ხო დიალოგი შედგა ყველა შორის ჩვენ ყველგასთან ქონდა კომუნიკაცია მათ შორის სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზება რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ თბილისის ვერსიაზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კი გაჟღერდა ეს შემოთავაზება რომ თბილისში შეიძლებოდა ის ყოფილიყო საერთო კანდიდატი სინერგიული კანდიდატი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან მაგრამ ეს სალომესაც გაებუდა ოპოზიციის ნაწილი შემდგომში. ამიტომ ჩვენ როცა დავსვით კითხვა რატო იქნა ამაზე პასუხი რომ მივიღეთ რომ გიორგის მოусმინოთ ვაჟა დაგიბრუნდებით ბიულეტენს თუ რაღაცას კონვერტს დაუბეჭდავთ და რევოლუციაზე მოგიწევთ თუ ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ითხრა და ამაზე ეხა რო გამეცინა რატო გაგეცინა უთანასწორო ველია ყველა ველი არის უთანასწორო აბსოლუტურად ხელისუფლება ყავს ჩვენ ისეთი რომ არასდროს არ შეეცდება ჩვენი ველის რაღაცა გათანაბრებას მაგრამ ამ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმისა რომ ოდესმე ქართული ოცნება თანასწორო ველს შექმნით გასაგებია თქვენი პოზიცია. გიორგისთან გადავალ შემდეგი კითხვით. გიორგი, თქვენი აზრით რატომ არის ამ არჩევნებში მონაწილეობა ქართული ოცნების ლეგიტიმაციის ტოლფასი, როგორც ეს თქვენი პოლიტიკური პარტიიდან იქნა გაჟღერებული, არა მარტო გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ ორი პარტიის მემორანდუმს გულისხმობ, არამედ წინა პერიოდშიც აქტიურად და თქვენც გისაუბრიათ მათ შორის ჩვენს ეთერში ამასთან დაკავშირებით. რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე არჩევნებში მონაწილეობა თქვენ მიგაჩნიათ მიუღებლად და ღალატის ტოლფასად პროევროპული პარტიების მხრიდან? დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისათვის. პირველ რიგში მინდა შევუერთდე სამძიმარს თბილისთან დაკავშირებით, უბედურებასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია კიდევ ერთხელ. ნაციონალურ მოძრაობას ყველამ კარგად იცით, რომ დაფიქსირებული აქვს საჯაროდ და მკაფიოდ თავისი მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ფარში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. მიმაჩნია რომ არ იქნება გამართლებული არც პრაგმატულად და არც მორალურად პოლიტპატიმრების ოჯახებთან მიმართებაში, ვინაიდან ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ რუსულ სპეცოპერაციას. თუ ჩვენ ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის შემდეგ თანხმდებოდით, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაატარა რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მათ შორის დასავლური პოლიტიკური სპექტრი იზიარებდა ამ პოზიციას, ეს არის აქსიომა და თუ კიდევ ერთხელ გადავავლებთ ჩვენ მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ქვეყანაში გვყავს 60-მდე პოლიტიკური პატიმარი, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ერთი მეორეს მიყოლებით აკავებენ, მე ამ ვითარებაში არ მჯერა უბრალოდ გამარჯვების მოპოვების. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა მე მგონია, ყველაზე ოპტიმალური ინსტრუმენტი არის ბოიკოტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მკაფიოდ და საჯაროდ აცხადებს და ასევე ბოიკოტიც ალბათ ამ ბოიკოტის მნიშვნელობაც უფრო მეტად უნდა აუხსნათ მათ შორის თქვენს აუდიტორიას.
ბოიკოტისგან რას ელოდებით, რას უნდა ველოდოთ, გიორგი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ბოიკოტი არ ნიშნავს მხოლოდ უძრაობას, ეს ნიშნავს, მე თქვენს ეთერებშიც ხშირად მაქვს დაფიქსირებული, რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებას. ნაციონალური მოძრაობა ყოველკვირეულად დადის რეგიონებში და უხსნის მოსახლეობას თუ რამდენად არის ფარსი ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც გითხარით, არის ბოიკოტი და იმ უწყვეტი პროტესტის შენარჩუნება, რაც უკვე 200 დღეზე მეტი ქართულ ხალხს აქვს ქუჩაში შენარჩუნებული. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ ბიძინა ივანიშვილს უწევს, რომ მოხსნას სხვადასხვა თანამდებობის პირები, ის თანამდებობის პირები, რომლებიც არიან სანქცირებულები და ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ დასავლეთი გვეუბნებოდა, რომ თავარი მიზანი იყო ხელახალი არჩევნების ჩატარება, ასეთ სიტუაციაში, როდესაც რეალურად ლეგიტიმაცია არ აქვს ორგანოებს, მე უბრალოდ ამ ბრძოლას ვთვლი წაგებულ პროცესებში შესვლად. კი ბატონო, გასაგებია ირაკლისთან დაუბრუნდები ისევ. ვახსენე კიდევაც ვაჟასთან იმასთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი, რომ მოგიწევთ ალბათ ერთგვარი დიდი ძალისხმების გაწევა ამ წინასაარჩევნო პერიოდში იმისათვის, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო საერთოც რაღაც ოპოზიციური განწყობის და არ ყოფილიყო დაუშვათ ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, პროგრამებიდან გამომდინარე, მისთვის მისაღები ხედვებიდან გამომდინარე, ყოფილიყო თქვენი ამომრჩეველი. ამჯერად ცოტა სხვანაირად გასაკითხი და ალბათ უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი დაარწმუნოთ პირველ რიგში თქვენი ნაბიჯის მიზანმიმართულობაში და სისწორეში და მეორე მხრივ იმაში, რომ თუნდაც ეს ერთობა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ შედა თქვენსა და ლელოს შორის, რატომ არის გამართლებული დღეს და რას მოუტანს ეს ერთობა ზოგადად თქვენს ამომრჩეველს და ოპოზიციურ ამომრჩეველს და ამ არჩევნებში მონაწილეობა მეორე მხრივ. როგორ აპირებთ ამას? ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რომ აუხსნათ აუდიტორიას. მადლობა, კარგი კითხვისთვის ბატონო ლაშა. მე მგონია, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი ამომრჩეველი. მე ეხა შეიძლება ცოტა ისეთ გასაფრაზებელ რაღაცასაც ვიტყვი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველი უფრო გონიერია ხოლმე, ვიდრე ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ეს ამომრჩეველი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მე ღრმად მჯერა იმის, რომ ის იმ პარტიების ამომრჩევლებიც კი, რომლებიც დღეს რაღაცა გაბრაზებული ბავშვის პოზიციიდან ცდილობენ და ემოციური ნაწილით შემოიფარგლებიან მხოლოდ სამწუხაროდ ჩემი პირადი სუბიექტური დაკვირვებით, ამ პარტიების ამომრჩეველიც კი, როცა მიხვდება, რომ მას რეალურად მიეცა საშუალება, რომ საკუთარი პროტესტი, საკუთარი გაბრაზება და ის ბრძოლის მექანიზმი, რასაც კონსტიტუცია ცნობს, რასაც არჩევნები ქვია, მას კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, რომ რაღაცა გააკეთოს იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ამ სისტემას, რომელიც ეხლა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. მე მგონია, რომ ამომრჩევლების ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, თუ უდიდესი ნაწილი არა, ამას აუცილებლად გამოიყენებს. ეხლა ნახეთ, როგორი ამბავი გვაქვს საბოლოო ჯამში, ბატონო ლაშა. თქვენს გადაცემას ხო აკეთებთ პროფესიონალი ჟურნალისტები ბრძანდებით, წარმომიდგენია, რომ თქვენ გაქვთ თქვენი გეგმა, თქვენ გაქვთ თქვენი ხედვა, როგორ უნდა შექმნათ კარგი პროდუქტი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო. ზუსტად ასევე ხდება პოლიტიკაში, რომ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ თავისი ხედვა, გააჩნიათ თავისი სტრატეგია. ეხლა ჩვენ მოვისმინეთ მეორე ფლანგის პოზიცია შეფასებითი ნაწილი და ერთი მხრივ შეფასებას, ემოციურ შეფასებას, მეორე მხრივ პარტიები ვუპირისპირებთ, რომელსაც გადავწყვეტ, რომ არჩევნებში ვივიღებთ მონაწილეობას, ვუპირისპირებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაპირებთ ქართულ ოცნების დამარცხებას. ანუ ეს განსხვავება ერთ შემთხვევაში გვაქვს ემოციური ნაწილი, მეორე ნაწილში გვაქვს ჩვეულებრივი ხედვა და სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს, ბატონო ლაშა. ჩვენ თუ გვინდა რომ ქართული ოცნების დამარცხება დავიწყოთ, ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით. და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დემოკრატიულ სახელმწიფოში არის არჩევნები. ჩვენ ვიცახით, რომ ჩვენ თუ გვინდა ქართული ოცნების დამარცხება, სწორედ მუნიციპალურ დონეზე, არა მარტო თბილისში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ვებრძოლოთ ყველა რესურსი, რაც კი გვაქვს, იმისთვის, რომ ლანგარზე არ მივართვათ 64 მუნიციპალიტეტი ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ეს პროცესები, რომელიც უთანასწორო ბრძოლა, რომელსაც თქვენ შევდივართ, უნდა გახდეს მამოძრავებელი მუხტი, უნდა გახდეს მამოძრავებელი ძალა, რაზეც მოხდება შემდგომ კიდევ უფრო სხვა პროცესების დაფუძნება, რაც ადრე თუ გვიან. მე პირდაპირ გეტყვით, ჩემი პოზიცია არის, აი უმარტივეს მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ყველანი ეხა ვუყურებთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისს.
მაგრამ ეს ქართული ოცნების დასასრული რომ მივიდეს ბოლომდე, ამისთვის საჭიროა სწორი სტრატეგიული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ პროცესს დააჩქარებს. ვიღაცა ფიქრობს, რომ ამ პროცესს დააჩქარებს ის, რომ მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას, ვიღაცა ფიქრობს, რომ მე ამ პროცესს დავასრულებ, არ იქონია ამან თუნდაც ბოიკოტირებამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს აჯარის არ იქონია რაღაც ტიპის გავლენა, რაღაც ტიპის კი ძალიან დიდ გავლენა, მათ შორის საერთაშორისო ორი განსხვავებული ამბავია. ეს ერთმანეთს არ შევადავთ. მივალ მაგამდე. აი ეგ არის იყენებენ ამას ალტერნატივად. არა, იყენებენ ერთია. ჩვენ ხო რეალურად მე წეგან გითხარით ბატონაშა, თავარი ამოსავალი წერტილი არის რა უნდა ამომრჩეველს და რა დაკვეთა აქვს ამომრჩეველს. მე აი ძალიან მარტივი ამბავია, რომ ამომრჩეველს აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ქვეყანაში არ ვიცი ვის როგორ წარმოუდგენია. არავის არ სურს არც რევოლუცია, არავის არ სურს არ ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტიები, ვინც ვიძახით, რომ ხალხო მართალი ხართ, თქვენი გონიერება ნამდვილად მოსაწონია და იმისთვის, რომ ეხა ეს ცვლილებები მივიყვანოთ ბოლომდე, საჭიროა ყველა ინსტრუმენტის გამოყენება. ეხა ნახეთ რა ხდება, ჩვენ ვიძახით, რომ ინსტრუმენტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ და ოპოზიციის ერთი ნაწილი გვეუბნება, რომ ეს ინსტრუმენტები არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის პროტესტთან. აი ამას ვერ ხვდება საზოგადოება. მე დავაჟა რომ ვერ ხვდებით, ეგ სხვა ამბავია. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პროტესტი, იმიტომ სიტყვა ბოიკოტს ხოთა შორის ცენტრალურ დონეზე აღარ იმიტომ რომ ბოიკოტი სხვა რაღაცაა და ბოიკოტის მასე კლასიკური გაგებით ბოიკოტს ჩვენ ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ არჩევნებში მიიღებს უამრავი პარტია მონაწილეობას. ხოლო პროტესტს რაც შეეხება, ჩვენი გეგმა, თქვენს გეგმასთან საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომა რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები როგორ ზომიერები ვართ, ხომ ეს ქვეთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ გეთანხმებით, რომ ეს პროტესტი, რომელიც 200 დღეზე მეტია ამ ქვეყანაში გრძელდება, ისე უნდა გაგრძელდეს. აქ საწინააღმდეგო არაფერი არ არის, ხოლმე მე და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ხვდებით, თქვენ რატო გქონიათ რომ პროტესტი და პოლიტიკური კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტრუმენტების გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ნოდარს მოусმინოთ მაშინ რატომ გქონიათ ასე, მაგრამ ნამდვილად მაინტერესებს. კი. ნოდარ, რატომ გქონიათ? გახარიას რომ თითქოს და ყველაფერს გასაგებად ხსნის ბატონ ირაკლი და რა არის გაუგებარი მაშინ? პარტიას რომ მქონდა თავიდან გაცხადებული, რომ ის ღებულობდა ნებისმიერ კონსტიტუციურ განსაზღვრულ არჩევნებში მონაწილეობას, ნამდვილად არ ქონია პრეტენზია, იმიტომ რომ ის იყო მისი გადაწყვეტილება, პარტიის გადაწყვეტილება და ეს ადამიანები არიან თანმიმდევრული მათ საკითხში. მის პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ რაც შეეხება ლელოს წარმომადგენლებს, ეს ადამიანები საერთოდ ისიც მახსოვს, რომ საერთოდ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ როდესაც დიალოგის გახსნა გვინდოდა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ თქვა, რომ ის არაპირებდა, ჯერ ადრეა სადროს თვითმმართველობაზეა საუბარიო, მე ის დაგვაბრალა, რომ ჩვენ თურმე არ მივიღეთ მონაწილეობა ამ დიალოგში და დისკუსიაში თვითმმართველობასთან მიმართებაში და აზრად ჩამოყალიბებულიყავით, მაგრამ როდესაც ადამიანი გავს გაცხადებული, რომ არ მიიღებ მონაწილეობას და ჩამოთვლილი გვაქვს მოთხოვნები. პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი არჩევნები და არც ერთი არ შესრულებულა. ანუ ხელისუფლებას არ გადმოუდგავს შემოქმედებითი ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რაღაცა შეიძლება საკანონმდებლო იმაში რა ქვია კანონში საკანონმდებლო დონეზე, ხო? საარჩევნო კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები შეიტანოს, რომელიც არა ოპოზიციისთვის მისაღები. საერთოდ ნორმალიზება რომ მოახდინოს, არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგას პირიქით. უფრო გაუარესეს კანონი 7 მაჟორიტარიდან 10 მაჟორიტარი გვეყოლება ქალაქ ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალა ასევე მეორე ტური აღარ იარსებებს სამაჟორიტაროში და ბევრგან იყო მაგალითად 2021 წელს სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე ტურში, ანუ ყველანაირად შეზღუდა, ყველანაირად წაართვა უფლებები ოპოზიციის წარმომადგენლებს რაღაც მიიღონ მონაწილეობა, გაიმარჯვონ და წარმოადგინონ ამორჩევის ხმა საკანონმდებლო მუნიციპალურ. რატო შეზღუდა? მიზანი რა იყო? სად? აი რო შეზღუდა ეს ცვლილებები რო გააკეთა, რომელიც უფრო დაამძიმა, რომელმაც უფრო დაამძიმა ველი, ამის მიზანი რა იყო? რომ არ მოიგო არჩევნები. და მისთვის ადგილი იყოს არჩევნები, იქიდან გამომდინარე რომ მეორე ტური სამაჟორიტარო ოლქებში გააუქმა. მათ შორის მონაწილეობა რო არ მიიღო, იმიტომ შეზღუდა, ხო? სადაც მაგალითად მათ შორის მონაწილეობა რო არ მიიღო. 30%-ით შეიძლება მაჟორიტარი
დეპუტატი გახდე მუნიციპალიტეტში, ეს შემოიღო ქართულმა ოცნებამ. ანუ დაგიმძიმა ველი მონაწილეობისთვის, ხო? დიახ. ანუ შენი მონაწილეობა რო დომოდა, ის ველს არ დაამძიმებდა. არ შენი მონაწილეობა რომ დომებოდა, ყველაფერს არ დაამძიმებდა. არა, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, ისევე როგორც პროტესტის ველი დაამძიმა, იმიტომ რომ პროტესტი არ გაძლიერებული იყო. ევროსაბჭოს რამოდენიმე დღის უკან გადაწყვეტილება, რომლებიც სასახელო პირდაპირ სიტუაციით ჩაგიწერეს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გამოიწვევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რაღაც ლეგიტიმაციას. ხო, შენ ახლა ინტერპრეტაციას ამბობ. ეგრე არ ჩაუწერია. ხო, პირდაპირ ესე არის. სტატუს კოს შეშემოებას გაუმჯობესებს ქართულ ოცნებს. სტატუს კოს, ანუ რაც ადმინისტრაცია გამოიყენებს სტატუს კოს შეცვლისთვის, და თქვენ რო ამბობთ, რომ არალეგიტიმურია ეს ადმინისტრაცია, სტატუს კოს შეუნარჩუნებს. მე ვფიქრობ, ჩვენი ორი ოპოზიციური პარტიები ორი არ გადავიღოთ. ასე და კარგები, მე უბრალოდ ძალიან მიკვირს, როდესაც ერთად თავხდებოდით ამაზე რამოდენიმე დღის უკან, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაცია ქართული ოცნების. და რა შეიცვალა ამ დღეში, ამ სამ დღეში, ბოლოს უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერ დამიხსნა, ვერცერთმა ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ლელოს პარტია ლელოში, მაგრამ ვერცერთმა ვერ ამიხსნა და თანაც მისი პარტიის წარმომადგენლებიც არის გაკვირვებული, გაოცებული, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებსაც არ აუხსნენ ის გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გუშინ. ანუ თქვენთვის ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტი ქონდა იმას, რომ ლელო და გახარიას პარტია, არა, გახარიას პარტიას არ მაქვს, საუბარი გახარიას პარტიას ქონდა. ხელი მოაწერეს, უფრო გასაგები რომ გავხადოთ პოზიცია. გაცხადებული ქონდა ლელოს მონაწილეობა ის მიუღებელი ასეთი კატეგორია. იმიტომ რომ ადამიანმა ჩართული ვარ ბრძოლაში და თანაც ერთი წუთით ბოიკოტზე თანხმობდი გუშინ წინ, მაგრამ როდესაც გითხრას რომ კი და როდესაც გითხრას უბრალოდ ეგ მიკვირს თქვენ შენგან ბატონობაში. მეტი არაფერი არ მიკვირს, იმიტომ რომ ერთი კვირის უკან მე და შენ თანხმობდით, შეთანხმებული ყავდა რამოდენიმე თვეების განმავლობაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყო მიუღებელი. და რატომღაც ახსენებ ნოდარი რაღაცას მე უფრო ის მაინტერესებს ვაჟა როგორ აისახება ეს გაერთიანება ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე განსაკუთრებით აჭარაში, იმიტომ რომ აჭარა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კი გაქვთ თქვენ სწორება იმაზე რომ თბილისი გამოგლიჯოთ ხელისუფლებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს რეგიონი და ბათუმი და გაქვთ თანამშრომლობის პრაქტიკაც ოპოზიციასთან და ოპოზიციის ამომრჩევლის დამოკიდებულების განცდაც ერთიანი იყო დაუშვათ იმ დროს, როდესაც ერთიანი ძალებით 9 ოპოზიციური პარტია თანამშრომლობდით იმ პერიოდში, მე როგორც მახსოვს, ხო? დღეს ვიხსენებდი სხვათა შორის. ახლა როგორ უყურებთ ამ პროცესს? არა, მე თბილისზე როცა ვისაუბრე, როგორც კომპრომისულ ვარიანტზე, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი თანხმობა გამომდინარე იქედან, რომ ეს გზა ერთი ამას ამბობდა, მეორე ამას ამბობდა, რაღაცა შკალა რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ თქვით, რომ 63 მუნიციპალიტეტში ვთქვათ უარი, ანუ გამოვიწიეთ 75%-ით აქეთ. გამოვაცხადოთ ბოიკოტი და ეს გამოვიყენოთ როგორც თავარი დასაყრდენი და თქვით რომ ეს გზა შემოგთავაზოთ როგორც კომპრომისი ჩვენი მხრიდან და თქვენგან რა იქნება ამის საპასუხო კომპრომისი. კომპრომისი იყო როგორც არათავიდან, ასევე არა მერე, ხო? როცა საუბარია იმაზე რომ დიალოგი დავიწყეთ, ეხა ნოდარი რო ამბობს, მაშინ როცა განცხადება გააკეთა კოალიცია ახალმა, დიალოგი დაიწყო არა, კოალიცია ახალმა ცალსახად თქვა ის რომ ჩვენ ეხლა თქვათ ის რომ ბოიკოტზე შევთანხმდეთ, ეს არ არის დიალოგის დაწყება, ეს არის მონოტონური გადაწყვეტილების გახმაურება, რომელსაც ეს პარტია იღებს და ეს არანაირად არ ემსახურება დიალოგს. ეს არის გაჟღერება საკუთარი პოზიციის, რომელშიც დიალოგი თავიდანვე მკვდარია. რაც შეეხება ეხა იმ პროცესებს, რა მოხდა, რას ვაპირებთ, ვაპირებთ იმას, რაც დავაპირეთ, ხო, 21 წლის არჩევნები რომ მოყავთ, მაგალითად, ხო, ეს იყო პრაგმატული გაერთიანება. მათ შორის ამ გაერთიანებაში ნოდარის კარგად ემახსოვრება იყვნენ პარტიები, რომელიც საზოგადოებამ საერთოდ არ იცის, იმიტომ რომ 2, 3, 5 თქმას ჰქონდა მნიშვნელობა და ამიტომ მერაბ კოსტავას საზოგადოება იქნებოდა, ინდივიდუალური ადამიანები იქნებოდნენ თუ ყველა რგოლი, რომელსაც შეიძლებოდა რომ საერთო საქმისთვის ეგ გაეკეთებინა საქმე, ჩვენ შევთავაზეთ რომ ამ გაერთიანების ნაწილი ყოფილიყო.
ეს არის გაერთიანება, ეს არის პრაგმატული ამბავი და თვითმმართველობის არჩევნები ამის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ სხვადასხვა ამბავია, სხვადასხვა სტრუქტურა, ცალკე არჩევნებია ყველავებზე, ბათუმში ცალკეა, თბილისში ცალკეა, ზესტაფონში ცალკეა. ამის შესაძლებლობას რომ კომუნიკაცია გქონდეს ჩვენ, ეს უფრო მარტივად გვაძლევდა და ამის გამოცდილება 21 წელმა ყველაზე კარგად აჩვენა, ხო? ამიტომ ჩვენ ამ მოდელს თავაზობდით ჩვენს კოლეგებს და იქედან კომპრომისულ ვარიანტზეც კი მივიღეთ პასუხი, კომპრომისის სახით კი არა. დაწყებული იანვრის მერე ნათქვამი ბოიკოტი მონოტონურად და არა დიალოგის რეჟიმში ნათქვამი ამაზე იყო ჩვენი პასუხი რომ ამაზე საუბარი ეხლა ადრეა ამ ფორმით თორე იმაზე კი არა დიალოგი დავიწყოთ ის დიალოგის მოწოდება არ იყო ის იყო პოზიციის გაჟღერება რაზეც ვთქვით რომ ამ პოზიციაზე ეხლა საუბარი იქნება არასწორი რაც შეეხება პოლიტპატიმრებზე საუბარს და ეხლა ჩვენთან რაღაცა ნიშნის მოგებით პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი მართლა არ ვიცი რას ნიშნავს ხო ჩვენი ორი პოლიტიკური პატიმრები თავისუფლებას ჩემი ორი პარტიის ორი ვაჟა ხო ითხოვდით ვითხოვ კიდე ვითხოვ კიდე და თუ არ მოხდებოდა მათი გათავისუფლება არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას ეს აი ერთი ამბავი მითხარი სად იყო ესეთი შეთანხმება რომ ჩვენ ვამბობდით ან იმას ანუ ამას ვაჭრობდით ანუ ქართულ ოცნებას დაუყენეთ საკითხი არ იქნება ყველა ოპოზიციამ ყველა მე ჯერ ბოიკოტზე მესაუბრებოდნენ და ჯერ ბოიკოტზე ქონდა საუბარი და გახარიას პარტიას თუ ქონდა მიღებული გადაწყვეტილება ეს აპრიორი ნიშნავს იმას რომ ბოიკოტი გახარიას პარტია თავიდანვე ამბობდა მათ შორის მე მქონია მათი პოზიცია ბოიკოტი არ გამოდის ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ არ ვამბობთ რომ მივიღებთ არჩევნებში ამ არჩევნებში მონაწილეობას ისინი ამბობდნენ რომ ყველა არჩევნებისთვის ემზადებიან მაგას თუ ამბობდნენ მაგრამ ნოდარმა რაც პარო თავიდან თქვენ ამას ამბობდით ეს ხო ბოიკოტს აპრიორი გამორიცხავს თუ ბოიკოტი ლელოზე დგას მარტო ამხელა ამბავი თუა და ამხელა წონას თუ გვანიჭებენ ჩვენი კოლეგები ჩვენ ეს ძალიან გვიხარია თუმცა შინაარსი რასაც ეყრდნობა ბოიკოტის გახარიას თუ იმ ლოგიკას დაუჯერებთ რასაც ნოდარი ამბობს რომ თავიდანვე ქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს ბოიკოტი აპრიორი აღარ გამოდიოდა ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ რაღაცნაირად დავაახლოვეთ პოზიციები ვთქვით რომ სადაც იქნება 9 იქ არ იქნება 25 სადაც იქნება 25 აქ არ იქნება 9 და ამას ჩვენ თავაზობდით ყველა ოპოზიციურ პარტიას და რისი შესაძლებლობაც ეხა მოგვეცა რაბელის ამაზე ძალიან ახალგაზრდა პოლიტიკოსი ერთ წრეზე პოლიტპატიმრები კი არის ვექცია პასუხი ლელოს წევრია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯახარიძეზე აღარ მაქვს საუბარი. მიეცით საშუალება რომ ისაუბროთ თქვენც ახალგაზრდა ხართ, მაგრამ გიორგიზე უფრო არა. რეალურად ეს არის იმ ბრძოლის ღალატი, რომელსაც ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია ქუჩაში ახორციელებს. ვაჟა მეკითხა რომ როდის ახსენა ლელოს პარტია მამუკა ხაზარაძე არ იყო ის ვინც ამბობდა რომ მანდატებს ვინც არ დათმობს რუსულ თამაში მიიღებს მონაწილეობასო. როდესაც კიდევ ახსენეს გახარიის პარტიის წარმომადგენლებმა რომ ეს არის ემოციური გადაწყვეტილება ლეგიტიმაციის პრობლემებზე როცა საუბრობდით და თანხმდებოდით რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. ამის შემდგომ როგორ შეიძლება კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და გამოვიდეთ და მივიღოთ ასეთ ფარში მონაწილეობა. ლეგიტიმაციაზე რაზე დაყრდნობით საუბრობ? ანუ რატო არის არალეგიტიმური ეს რეჟიმი? ჩვენ ოპოზიციური პარტიები ვამბობდით, მათ შორის ჩვენ ამბობთ. მამუკა ხაზარაძეც ამბობდა მაგას, რომ ვინც არ დათმობს მანდატებს, ეს იყო ჩემი წვლილი ამაში, ეს რეჟიმი რო არალეგიტიმურია, და ჩვენი წვლილი ამაში არის უზარმაზარი. გასაგებია. ასევე დღეს მე წავიკითხე განცხადება, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში გახარიას პარტიამ გააკეთა განცხადება ადგილმონაცვლის შესახებ. ეს კიდევ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ლეგიტიმაციას და კოლაბორაციაზე არის ქართულ ოცნებასთან ეს ორი პარტიის წარმომადგენლები. მე ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ოპტიმალური ინსტრუმენტი არის ბოიკოტი და მედგარი წინააღმდეგობა ქუჩაში. ამით ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოზიციას 26 ოქტომბრის შემდგომ. მათ უნდა დაამძიმონ სანქციები და აიძულონ ბიძინა ივანიშვილი ჩაატაროს თავისუფალი ხელახალი არჩევნები. მე მართლა მაინტერესებს რომ თეა წულუკიანი, როდესაც დადებს დასკვნას ტენდენცია რომ აწუხებს ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობა ხელისუფლებას. ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური ლელოს და გახარიას პარტიის მონაწილეობა რა თქმა უნდა აწყობს ბიძინა ივანიშვილს რომ გაიმყაროს თავისი ლეგიტიმაცია და ნოდარიც ამბობდა იმას რომ ევროსაბჭომ გააკეთა რეზოლუცია
თქვენ ხელს შეუწყობთ ქართული ოცნების სტატუს კვოს შენარჩუნებას. ეს არის მარტივი ამბავი. და როდესაც თეატრულოკიანი, როდესაც დაგიდებთ დასკვნას, რომ საქართველოს დაიწყო ამი, მართლაც ასაცილო იქნება, თქვენ გამოხვიდეთ ბათუმში და კანალიზაციაზე და წყალარინებზე ისაუბროთ. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპოზიციური პარტიები დროულად მოეგებიან გონს. ქართველი საზოგადოება დაინახავს და მათ ძალიან კარგად შეაფასებს პოლიტიკას. ანუ რას გულისხმობთ გონს მოგებაში გიორგი? ისინი უკან როდესაც ლელოს პარტიის წარმომადგენელი საუბრობს ერთიანობაზე, მე თქვენს გადაცემაშიც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა საერთო სიებზე, რომლის მომხრე არც ერთი პარტია არ იყო. ჩვენ ვსაუბრობდით ერთიანობაზე, ამიტომ მე მიმაჩნია ერთიანობა ალტერნატიულ თქვენს ამომრჩევლს რამდენად ხედავთ ამ პროცესში? მე ვკითხე ბატონ ირაკლისსაც და ვაჟასაც ვკითხე ამასთან. ჩვენ როგორც გითხარით, ნაციონალური მოძრაობა ყოველდღიურად დადის რეგიონებში და უხსნის ჩვენს ამომრჩეველს, მოსახლეობას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არის ფარსის ნაწილი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მედგარი წინააღმდეგობა, ბოიკოტი იმისა, რომ არ უღალატოთ ამ წინააღმდეგობას და დავამძიმოთ ქართული ოცნება სანქციებით თუ სხვა ზეწოლებით. გასაგებია. 2 წუთი გვაქვს ფაქტობრივად ბატონ ირაკლი პასუხებისთვის, რომ შევაჯამოთ დღეს ჩვენი საუბარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე თქვენგან მაინტერესებს საბოლოო ჯამში მაინც როგორ ხედავთ ამ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილს, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც თქვენი შედეგებისთვის არჩევნებში. უღლესი მადლობა და უმაღლესი საბჭოს. ბაქით ვიწყებ ფრაზეს. მე ბატონ გიორგის არ ვიცნობდი დღეს გავიცანი, თუმცა დასაწყისშივე ითქვა რომ ახალგაზრდა კარგი პოლიტიკოსია, წარმატებებს უსურვებ კარიერაში. უბრალოდ მე ცოტა უფრო მეტი გამოცდილებით ასე ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ, რომ ყოველთვის უნდა გეშინოდეს ესე ნათქვამია ადამიანის, რომელიც რაღაცებს იწევს. ამიტომ არასდროს არაფერი არ დავიწყდება და აუცილებლად გიპასუხებს. ნახე, შენ რაც ეხლა თქვი, წეგან იყო ტყუილი. იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკოსები უმაღლეს პარტიის წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში არ შესულან. ეს არის პროცესუალური ნაწილი და ეს რა თქმა უნდა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ სიები თქვენგან განსხვავებით ჩახსნილი არ გვაქვს. განცხადებით რატომ იმართება? ეს არის პროცესუალური ნაწილი, რომ და ეს პროცედურა მოიცავს ამას. CSKO-ს ვალდებულებაც არ ემატება ამ ყველაფერს კიდევ თემას. გასაგებია, მაგრამ განცხადებით მიგცეთ საშუალება მიიღოთ უმაღლეს საბჭოში. თუ დამაკვირდით ბატონო გიორგი, რჩევა ნომერი 2. რამდენჯერ თქვენ საუბრობდით, მე თქვენთვის არ საუბრობ, ამიტომ მომეცით საშუალება რომ მივიყვანო ჩემი საუბარი ბოლომდე. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, მე ხა ლელოს დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, ბატონი ვაჟა თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს დარწმუნებული ვარ, თუმცა ერთი რაც უნდა ვთქვა აუცილებლად, მიხარია რომ აი მე ვაჟას რომ უსმენდი ყოველ შემთხვევაში თქვენ რატო ვერ მივხვდით, არ ვიცი, მე მივხვდი რაც მოხდა, რომ ეს იყო გზა, რომელიც განვლეს ამ ადამიანმა, ყველა მოცემულობა შეაფასეს, ყველა სავარაუდო გზა განიხილეს და ყველაზე ოპტიმალური მათი აზრით, რომელიც იყო, ის გზა აირჩიეს და რა თქმა უნდა მე აქ გასაოცარს და უნიკალურს და ასე ცანერვილოს, როგორცაც თქვენ ნერვილო, ყველაფერს ვერ ვხედავ. საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ წეგარითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. მე მჯერა იმის, რომ ამ ქვეყანაში ამომრჩეველი უფრო გონიერია, ვიდრე პოლიტიკოსები და ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკოსებისა. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ამას ვიტყვი ხმამაღლა. ამიტომ მე მჯერა იმის, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკოსებმა უნდა ვემუშაოთ არამხოლოდ ოპოზიციურ ამომრჩეველს, ჩვენ უნდა ვემუშაოთ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც და მათაც ყოველდღიურ რეჟიმში. უნდა ავუხსნათ, რომ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა დღეს არის უდიდესი შეცდომა, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომაც. ჩვენი პარტია მუშაობს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ჩვენი პარტიის ლიდერი ალბათ ნახავდით, დღეს შეხვდა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე იყო, წარმოადგენს როცა დაასრულებს შეხვედრას. როცა დაასრულებს შეხვედრას. ეს თქვენ არ გეკითხება, თქვენ არ შეგითახდებათ ეგ პროცესი. თქვენი პრობლემა ზუსტად მაგაშია. ახლა ძალიან მარტივია. ნუ ღებულობთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისგებლობას, ვიდრე თქვენ შეგწევთ რეალურად, რომ და შეიძლება როცა ბატონი არ ღებულობ არჩევნებში მონაწილეობა, ჩემი პარტია არ ღებულობს და შეიძლება ხმამოხსნა. როცა ბატონი გიორგი, არჩევნებამდე ჩამოდით თუ არჩევნებში. როცა ბატონი გიორგი გადაწყვეტს, ამას თვითონ ჩამოვა და თქვენ და შეთანხმების გარეშე. თქვენ და შეთანხმების გარეშე. ამიტომ რატო როგორც საზოგადოებას რა უნდა აუხსნათ დღეს ძალიან დავასრულეთ. მე ხომ ველაპარაკობ ამ ცოტა დრო ბოლოში ვერ მოახერხებოდი. არა მეც ვერ დაგიმატებ. უნდა დაასრულოთ. თქვენ ნახეთ, სამწუხაროდ ნახეთ, ეგ ბატონოდას ის არის მის ორი პარტია ევროპული სტილის თანამშრომლობას რო იწყებს, საკაცობა და არქვა ამ ყველაფერს. ეხა ადამიანები როცა საუბრობ და მოусმინოთ ესეც რაღაცები არის ბატონოდა რა ჯობია დღეს არის დროც და კი პასუხებ. დავასრულებ თუ შეიძლება არ დამსვლებია. დღეს იყო ჩემი აზრით ჩვენი პარტიის აი რაღაცა
მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ პოზიციონირება იმ მიმართულებით, რომ როგორი ტიპის პოლიტიკოსი შეიძლება იყოს და როგორი ტიპის პარტია იყოს წარმოდგენილი, ხო? ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა არის მიმართული იქითკენ, რომ პირველ რიგში არ დავაზიანოთ სწორედ ეს გონიერი ამომრჩეველი. ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ბატონი გიორგი გასაკეთებდა დღეს განმავლობაში იყო ის, რომ ეუბნებოდა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის ამ ხალხს გაუქმება იქნება უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ ეს ერთადერთი ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს, არის ოკუპანტი რუსეთი. ჩვენ არ უნდა მიცეთ თქვენ საშუალება იმას, რომ სასაერთო მოქალაქეები დატოვოთ პირისპირ რუსული მონსტრის წინაშე. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია. ამ ტიპის მუშაობას ბატონო ლაშა ვეძახი მე სახად ამ ტიპის მუშაობას მე ვეძახი სწორ პოლიტიკურ პოზიციონირებას. ეს უბრალოდ დღეს ცოტა აი სხვა ბევრ პარტიას წყალებში უჭერს ამ ყველაფრის საქმე, იმიტომ რომ ეს ცოტა სიახლეა შეიძლება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ეს არის ხვალინდელი დღე ქართული პოლიტიკური სივრცის, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი. ამაში ეჭვი არავის არ შეიძლება. ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება რა თქმა უნდა. ჩვენ როცა იქ მივად ბატონოჟა, ჩვენ ამისთვის პიროვნულის დაც უნდა გქონდეს და ამის გამოცდილებას უნდა გქონდეს დაგროვებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ნოდა. ხელ ვიძახი. ამორჩეველზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს რა ტიპის სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, ეს იქნება ამორჩეველზე დამოკიდებული. კი ბატონო, და ამორჩეველი, თქვენი ამორჩეველი, ნოდა. ლამის თქვენ შორის შედგა ახლა შეთანხმება ხმის მიცემაზე და თქვენ ამორჩეველს ახედავთ. მაინტერესებდა ვერ თქვა, რომ არ იცით როდის ჩამოვა მათი ლიდერი. ანუ იმაზე დამოკიდებული თქვენი ამორჩეველი ხმის მიცემს თუ არა. ხო, უმაღლეს საბჭოზე რატომ დღეს განცხადების პროცესუალ ნაწილს დააბრალა. ხო, მე მესმის რომ პარლამენტში თქვენი ანუ არ გამოსვლის განაცხადი და არგუმენტი ის იყო, რომ დაფინანსებას ბოდიშაბაც გაგაწყვეტილეთ. დაფინანსებას თქვენი ძახით რომ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და შევიდა ვინმე? ვინ? აი კარტონი გახარიაო სია, იმიტომ არ ჩახსნა პარლამენტში შევლენოდა. სად ნახე რომ იძახდი? თქვენს პარტიას გულხთ პრიორიტეტად დაგულისხმებული ხარ? მაგრამ შეგიძლია მაგალითი მიცვა. შემესტები ვიდეო ვიპოვო და გადმოგიგზავნო. უამრავი აი შემესტები გადმოგიგზავნო. ბატონო. როდესაც შემთხვევით გადმოგიგზავნო, იმიტომ მე მოეჭველი მაქსიმუმ და ლოუცებს და ჩაგიგდებ დაუცილებლად. ხო, უმაღლეს საბჭოსეც ვერ უპასუხა, იმიტომ რომ უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ბიუჯეტზე არ არის მიმბული, ანუ დაფინანსებას აღებულებენ და საპარლამენტო რაც განაცხადი ჰქონდათ გახარიას მესმის რომ ფული ჭირდებათ ბიუჯეტიდან, ოღონდ არ აღიარებენ იმ პარლამენტს, მაგრამ იმ პარლამენტის გამოყოფილი თანხები მაინც ჭირდებათ. ეს ერთი. მე ვერ მიპასუხა, როდის ჩამოდის მათი ლიდერი და დღეს მელაპარაკება თვითმმართველობის არჩევნებზე და თურმე თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტი ყოფილა ხვალინდელი დღის ჩემი ქვეყნის. ხო, არ არის თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტი. საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს, სადაც ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს არჩევნების გზით. შეიძლება შეიცვალოს, რომელიც წარმოუდგენელია ქართული ოცნების პირობებში, ხო? ჩვენ გქონდა ოპოზიციამ რომ ბათუმში არჩევნები მოიგო, საკრებულოს არჩევნები და დღეს რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი ზის და ქართული ოცნება არის უმრავლესობაში, ბატონო ირაკლი ძალიან დიდი ბოდიში, თქვენთან ძალიან დიდი პატივისცემი, მაგრამ არის თქვენი ბრალი. თქვენი ბრალია, რომ დღეს ოპოზიცია, რომელიც მას 2021 წელს ბათუმის უმრავლესობა დააფიქსირა, უმრავლესობამ ოპოზიციას მიცა ხმა და დღეს რომ ოპოზიციური არ არის საკრებულო, არის თქვენი ბრალი. ამიტომ ქართულ ოცნებას ასევე მაგალითად გავაგზავნოთ, თქვენ როგორც დაეხმარეთ სასამართლო სისტემის ფორმირებაში და დღეს სასამართლო როგორიც არის, თქვენი მეისობით და თქვენი დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი თავის დროს. მაგრამ უბრალოდ მაგალითისთვის. არა, ნუ არა, ხო, აფერი გაწოლოს ქვებით ეს იმას ერთი კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებას, ერთი კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებას რომ მეუბნები და პარტიულ გადაწყვეტილებას ერთი იმის რა ქვია. მიგეღო მანამდე გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართულ ოცნებაზე რომ იყავით ჩამოკიდებული, თქვენ მთლიანად ბევრი შეხვედრებიდან გამომდინარე და არ იქნებოდა ირაკლი თავმჯდომარეზე ქართულ ოცნებაში დამოუკიდებელი დეპუტატად და იქნებოდა. მე ვიყავი ქართულ ოცნებაზე ჩამოკიდებული. მე ვიყავი ქართულ ოცნებაზე. მაგას მეუბნები რომ მე ვიყავი ქართულ ოცნებაზე ჩამოკიდებული. კი, შენ იყავი ქართული ოცნებაზე. კარგი. ესეთია მოკლედ თქვენი პოზიცია უნდა დავასრულო და ამიტომ მოკლედ ვაჟა როგორ უყურებთ ამ პროცესს მართლა საერთო ოპოზიციური ძალისხმების გარეშე ყველას გვისაუბრია ამ ეთერში, ყველა თქვენ განსუსაუბრია, რომ წარმოუდგენელია დღეს ქართულ ოცნებასთან რაღაც გამკლავება, ხო? თქვენი ამოცანა, ანუ ოპოზიციის ამოცანა ხომ ეგ არის. აქედან გამომდინარე, როგორ უყურებთ ამ პროცესს, ამ შუაში გაყოფილ ოპოზიციას და მხარდაჭერას? ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რომ ეს ამბავი გამოსულიყო აბსოლუტურად რა ნაბიჯის გადადგმაც შეიძლება და ყველა ნაბიჯი გადავდგით კომპრომისებზეც გესაუბრეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ იმ
ამ ბავში ჩართული რომ რაღაცაირად ოპოზიცია ვიყოთ, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ის, რომ მოვა დრო ჩვენ თუ არ შევძლებთ იმ ერთობის გამჟღავნებას და გამოხატვას, რაზეც ძალიან მნიშვნელოვანია იდგეს ის ამბავი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ეს არითმეტიკულად წარმოუდგენელია სხვანაირად. იმას კი არ ვიძახი, რომ რაღაცა ერთი პარტია მოვა, არითმეტიკულად წარმოუდგენელია სხვანაირად შეიცვალოს ხელისუფლება თუ არა კოალიციური მთავრობით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გააზრებული გვაქვს ის, რომ როცა ეს დრო მოვა, ეს უნდა მოხდეს ამ ფორმით და ცხადია ოპოზიციის ოპოზიციაში არ ვდგევართ. განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც ეხა აგერ რაღაცა გიორგი სხვა პრები მოყვა და რაღაცა სხვა პირში ილაპარაკა, ხო? ღალატი კი არა, რა ვიცი და რაღაცები ილაპარაკა საერთოდ სხვა პირში და მე ვარ მეთქი ვიზა. ის ლიდერს ქონდა ვაჟანა ლაპარაკები, ციტირება მოახდინა. ხო, არ მოახდინე, ციტირება. ევროსაბჭოს ციტირება მოახდინა და მაღაზიაში არც ციტირება, არ ორი მაგალითი მოგიყვანე. ორი მაგალითი მოგიყვანე და იმაზე ანერგა. უნდა დავასრულო, არა, მოგხდება თქვენ საშუალება. ორი მაგალითი მოგიყვანე, ციტირება. შენ გეხვეწებ, შენ დროში. ციტირება რო არ მოგიხდენი არც ერთის ეგ არის პრობლემა. ციტირება არის რაც ეწერია ის წაიკითხო და არა ინტერპრეტაცია მისცე. თუ ციტირებ ის უნდა თქვა რაც დაეწერა და შენ ის არ გითქვამს. მათ შორის გიორგის გუნდში ადამიანები, ბევრი ადამიანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის გუნდში იყვნენ ადამიანები იმაძრზე და ეს ახლა ვიცნობთ ადამიანებს კომუნიკაცია გვაქვს რომ ეს ფორმა შეეძლოთ მიაჩნდათ ერთ-ერთ გამოსავლად მათ შორის თბილისის ნაწილი მათ შორის ბრძოლის ნაწილი რაზე ჩვენ საუბრობდით და იმ აქციაზე ახლა რაღაცა ნიშნის მოგებით რომ ლაპარაკობენ იმ აქციაზე მე ჩემს გუნდს და ამ პროტესტში რომ ჩადებული გვაქვს ენერგია ჩვენ ამის ნაწილები ვიყავით და ამის ნაწილი ვარ მეთქი ვიძახი და ნიშნის მოგებით ამაზე ვერ ვილაპარაკეთ ეგ არის ძალიან კი, მეუნებოდა რომ იმ ბრძოლის ღალატიაო და ის ბრძოლა ჩემია, მე ვარ ეგ ბრძოლა თქო, მეუნებოდა. ხო და არ მე ხო და ეგ შენი არა, ეგ შენი მოსაზრებაა, რომ მე აქ ბრძოლას ვღალატე. არა, მოსაზრება მითხარი, მაგრამ მონოპოლიაზე ჭეშმარიტება არ დაამყარო. მოსაზრება მითხარი, მონოპოლიაზე ჭეშმარიტება, რაღაცა ჭეშმარიტებაზე მონოპოლიებს აკეთებ. ეგ არის აქ ამბავი. მე გეუნებით იმას, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ნაწილი ვართ, ამ ბრძოლის ნაწილი რო ვართ, ყველა ჩვენს ნაბიჯში არის ეგ დადასტურებული და დღეს ესეთი რიხით რო ვსაუბრობთ ამ რეჟიმის დელეგიტიმაციაზე, ამ დელეგიტიმაციაში ჩემი პარტიის წვლილი არის უდიდესი როგორც საგარეო ველზე, ასევე პარლამენტში არ შესვლაზე, ასევე უმაღლეს საბჭოში არ შესვლაზე და დღეს ეს მოსემულობა რო გვაქვს, ეს მათ შორის არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ნიშნის მოგებით კი არ უნდა ამას საუბარი, ის უნდა გაბიაზროთ, რომ ჩვენ ოდესღაც როცა იქნება ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მოგვიწევს ყველას ერთად და ერთმანეთს მოღალატეები გვარ უნდა ვეძახოთ, უნდა ვეძებოთ გზები, რომ ერთმანეთთან მივიდეთ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული სტრატეგიისა. ეგ არის აქ მნიშვნელოვანი. ერთმანეთის სტრატეგიები კი არ უნდა ვაკრიტიკოთ და მოღალატეობა კი არ უნდა ვეძახოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს სტრატეგიები დაახლოვდეს ერთმანეთს. ძალიან მოკლედ შევაჯამე ბატონ ლაშა, მე ლელოს პარტიის წარმომადგენელს არ ვეუბნებოდი, რომ ამ პროცესებში არ იღებდა მონაწილეობას, არ იღებდა ბრძოლის პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ვიყავით შეთანხმებულები, თქვენ ამ გზას გადაუხვიეთ და სწორედ მე მივიჩნევ, რომ ეს არის ამ ბრძოლის ღალატი. ასევე მოგიყვანეთ მაგალითი იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე, როდესაც ამბობდა, ვინც მანდატებს არ დათმობდა, იღებდა რუსულ თამაში მონაწილეობას და ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომ თქვენ შეუნარჩუნებთ სტატუს კვოს არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება ბატონ ირაკლის, მე თქვენგან პოლიტიკურ რჩევებს ვერ მივიღებ დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც გიხსენეთ აჭარის უმაღლესი საბჭო, ანერგიული და რაღაცა პროცესუალურ საკითხს დააბრალეთ და ესეც ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა არის იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ კიდევ არ თმობდით მანდატებს. ეს ჩემი საზრით არა, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს. მე კიდევ ერთხელ მოსახლეობას მივმართავ, რომ ნაციონალური მოძრაობა დგას ხალხთან ერთად და იბრძვის ფრონტის პირველ ხაზზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას თვითონ მოსახლეობა შეახოსებს. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, ყველა თქვენგანს იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად ამ 1 საათის განმავლობაში. ირაკლი მიქელაძე, გახარია საქართველოსთვის პოლიცია-საბჭოს წევრი, ვაჟა დარჩია, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს, ბათუმის საკრებულოს წევრი ამავე დროს ბათუმის საკრებულოს წევრი და კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი ნოდარ დუმბაძე და გიორგი ჩხაიძე ერთობა ნაციონალური მოძრაობის აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები. ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით.